8 მილიარდზე მეტი იმ დესტრუქციული აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც დემოკრატიულად არჩეული კონსერვატიული მთავრობების წინააღმდეგ გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად მოქმედებენ. ევროკომისია NGO-ებისა და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების მასშტაბურ ზრდას გეგმავს. ასე ბრიუსელი USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნილი დეფიციტის შევსებას ცდილობს. მაგუნა აბულაძის რეპორტაჟი. ბრიუსელი რადიკალიზმის დაფინანსების ახალ გზაზე 8.5 მილიარდ ევრომდე გაზრდილი ბიუჯეტი იმ NGO სექტორისა და მედიისთვის, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკას ლობიზმს გაუწევენ. საერთაშორისო პრესა აქტიურად განიხილავს იმ ფაქტს, რომ დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებით ევროკომისია შეერთებული შტატების მიერ შეწყვეტილი დიდი ფულადი დახმარების შემდეგ კონკრეტული ჯგუფებისთვის მთავარი დონორი ხდება. ფინანსური ჩარჩო დოკუმენტი დაფინანსებას 600%-ით ზრდის. ევროკომისია გეგმავს NGO-ებისა და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თითქმის 600%-ით გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ევროპარლამენტში ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე მწვავე დაპირისპირება იყო, დაფინანსება მაინც გრძელდება. 2028-34 წლების პერიოდისთვის დაგეგმილია, რომ შესაბამისი ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით 8.5 მილიარდ ევრომდე. ბრიუსელის კულუარებიდან გაჟონილი ინფორმაცია უკვე გახდა ევროპარლამენტარების კრიტიკის საფუძველი. ევროდეპუტატი კინგა გალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტას კატეგორიულად მოითხოვს. მისივე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროპა ახლა USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნილი დეფიციტის შევსებას ამ ფორმით ცდილობს. მიზანი ერთია, დაფინანსდეს სამოქალაქო საზოგადოების საფარქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური აქტივისტების ქსელი, რომელიც დემოკრატიულად არჩეული კონსერვატიული მთავრობების წინააღმდეგ იბრძოლებს. ესენი არ არიან ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პოლიტიკური აქტივისტების ქსელია, რომლებიც თავს ესხმიან დემოკრატიულად არჩეულ კონსერვატიულ მთავრობებს და ხელს უწყობენ ლიბერალურ დღის წესრიგს. საკმარისია, დროა შეწყდეს ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადამისამართება, რომლებიც წევრი სახელმწიფოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობენ. ევრობიუროკრატია, რომ დიდი ხანია შავხრელს ეძებს რადიკალური სექტორის სალაროს შესავსებად, საქართველოში კარგად იციან. ევროპული დაფინანსების ეს წყაროც, რომ ქართულ რადიკალურ სექტორამდე მივა, ესეც ცხადია. ამის თქმის საფუძველს ლევან მაჭავარიანს ბრიუსელიდან სულ ახლო წარსულში ევროპული ელიტის მიერ გაკეთებული განცხადებები აძლევს. რამდენიმე თვის წინ იყო ძალიან სერიოზული სკანდალი ევროკავშირში, დაახლოებით 10 მილიარდ ევროზე იყო საუბარი, როდესაც რაღაცა კლიმატის ცვლილებებისთვის იყო ეს თანხები გამოყოფილი თითქოს და თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი მოხმარდა ლობიზმს. მეორეს მხრივ კონტროლის პალატამ ევროკავშირის 2021-2023 წლის ხარჯები შეისწავლა და თავად დაადასტურეს, რომ დაახლოებით 7 მილიარდ ნახევარი ევროდან 2/3-ს ფიზიკურად ვერ მიაგნეს და იქაც საფუძვლიანი ეჭვი არის იმასთან დაკავშირებით, რომ ნაცვლად რაღაცა დეკლარირებული მიმართულებებისა ეს თანხაც მოხმარდა პირდაპირ პოლიტიკურ დღის წესრიგს. ევროპული შავი ფულით საქართველოში რადიკალური პროცესების ორგანიზებაც სწორედ ეგრეთ წოდებულ მესამე სექტორს დაევალა. ამიტომაც არის, რომ NGO-ები უცხოური დაფინანსების გასაჯაროებას ყოველთვის აპროტესტებენ. სქემა დიდი ხანია გაშიფრულია. ევრობიუროკრატია ქართველი აგენტების დაფინანსების და შესაბამისად არეულობის მოწყობის ავანგარდშია, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.